ქარელის რაიონის სოფელ ყოდაში მცხოვრები დევნილები დღემდე საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში ფქვილის და შეშის დარიგებას ელოდებიან. სოფელი ოკუპირებული ტერიტორიის საზღვარზე მდებარეობს. რთული სოციალური პირობებისა და ხელისუფლების უყურადღებობის გამო კი მოსახლეობა სოფელს ტოვებს. იქ 50-მდე ოჯახია დარჩენილი. Ჯერი ჯვარი გვაძლევდა ხოლმე დახმარებას, ისიც აღარ გვაძლევს. ახლა ვართ ჩვენ თავის დამოკიდებულები, არ გვაქვს დახმარება, არაფერი არა ჩვენთვის. არა, ომი რო იყო, სულ გაანადგურეს მაგათმა საქონელმა თუ ხალხმა და იმის მერე აქ არ დაგვიმუშავებია, ეს 2 წელიწადია ნაკვეთი. ტყეი აგერ არის თქვენ თვითონაც ხედავთ და აქედან გამოგქონდა შეშა ისულა და ახლა ტოტსაც ვერ მოჭრიდა, ვერ გამოიტანა იქიდან, იმიტომ რომ დგანან და არ გვიშვებენ ხო. არაფერი ჩვენთვის არ არის, არავინ ყურადღებას ჩვენ არ გვაქცევს. გუბერნატორთანაც ვიყავით ჩასულები. 4 დღეში შეგატყობინებთო ყველაფერსა, 4 კი არა, 2 კვირე გავიდა. ქარელშიც ვიყავით ჩასულები და ჩვენ არაფერი საშუალება არ გვაქვსო.